დილამშვიდობისა საქართველო, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ ყველგან, სადაც გაქვთ შესაძლებლობა როგორც ლიხსიქით ისე ლიხსახეთ და ასევე გვიყურებთ ყველა პლატფორმაზე, იქნება ეს იმედიჯი, მაივიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რასაკვირველია სოციალურ ქსელებშიც, პლატფორმებზე რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ამ დროს გვერდება კახა გელაშვილი, რომელსაც სიამოვნებით მივესალმები დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დავით, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ესე იგი, დილითაც დავაანონსე და მე მგონი ჩვენი საუბარი მაინც უნდა დავიწყოთ წინა კვირის ტრიუმფით. თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი იყო და საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა განსაკუთრებულად გვასახელა ევროპის ჩემპიონატზე სულ 7, აქედან 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს медали მოვიპოვეთ და შედეგად გუნდური პირველობაც დავიკავეთ. მოკლედ ეს მოვლენა მინდა რომ ახსნა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გულშემატკივრობდით ამ პროცესს წინა კვირაშიც და ამ გადმოსახედიდან დრო შეგვიფასო. ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენა ქართული ძიუდოს ისტორიაში 4 ოქროს медали ქართველებს და რა თქმა უნდა ესეთი ბრწყინვალე გამოსვლა არ ქონდათ მოპოვებული. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად ყველა ზონაში ყავდა ფავორიტი. რეალურად 5 ოქროს медали მოიპოვეს ქართველებმა, მაგრამ ერთი ლუკა მხეიძე საფრანგეთის სახელით გამოდიოდა და მან საფრანგეთს მოუტანა ის ოქრო. ფინალში როგორც გვახსოვს გიორგი სარდალაშვილს მოუგო. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, წარმატებაა 4 ოქროს медали ევროპის ჩემპიონატზე. ეს კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ ძიუდო ზოგადად ჭიდაობა ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობა, სადაც არაერთი წარმომადგენელი ყავს ბრწყინვალე. ვახსენეთ ლუკა მხეიძე საფრანგეთში წასული, საქართველოში გაზრდილი როგორც მოჭიდავი, როგორც პიროვნება და ეხლა ის საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მიზეზი ამისა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ის უდიდესი კონკურენცია, რომელიც ქართული ჭიდაობის სახეობებშია საქართველოს ზოგადად. როდესაც თქვათ ძალიან ძლიერი მოჭიდავე ვერ ახსევს ნაკრებში პირველ ნომრობას, იმიტომ რომ სხვა უფრო უკეთესია და თქვათ სხვა ქვეყნიდან აქვს მიპატიჟების გადასვლის საშუალება, მიპატიჟებიან, სადაც იქ არათუ კონკურენცია საერთოდ მისი დონის არსკია და ამიტომ მიდიან ძალიან ბევრი ქართველია, როგორც ვიცით. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატის, რა თქმა უნდა, ახლა ყველა ოქროს медали და ყველა ჩემპიონობა არის უდიდესი წარმატება, მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ქალთა ნაკრების ლიდერის ეთერ ლიპარტელიანის ოქრო. ეთერი არის პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შაშან, ახლა კი პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ოქროს медали აქვს. წინ ოლიმპიადა, იმედი დავიტოვოთ, რომ ეთერი შეძლებს ამ ყველაზე პრესტიჟული იყო პატრიარქს მიუძღვენიო, მან ასეთი შეფასება გააკეთა. ბრწყინვალე პიროვნება, არ ვიცი, აი მარტო ამ ესეთი საეთერო გამოსვლებითაც ნამდვილად ჩანს, რომ ის მარტო სპორტსმენი არ არის, კარგი ადამიანია, ძალიან დადებითი, რაც რა თქმა უნდა მთელ გუნდზე ახდენს უდიდეს ზეგავლენას. იგივე კადრები იყო, როდესაც ლაშა შავდათუაშვილი ჩვენი სახელოვანი ვეტერანი ჭიდაობდა, მორიგი ოქრო მოიგო და როგორ გულშემატკივრობდნენ წევრები, იგივე გურამ თუშიშვილი, ესე იგი, რა თქმა უნდა, ერთად ვარჯიშობენ, იციან ყველაზე საუკეთესო ილეთი რა შეიძლება იყოს, მუდმივად ამას უმეორებდა და ზუსტად ის ილეთი გააკეთა ლაშამ და დაამარცხა საკმაოდ ძლიერი მეტოქე, ამ წონის ფავორიტი და რა თქმა უნდა ზოგადად ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ხიდაეთ გეიდაროვი და მოკლედ ყველაზე შეიძლება იგივე ლუკა მაისურაძე, იგივე გურამ თუშიშვილი, რა თქმა უნდა, იყო მცირე ჩავარდნა ტატო გრიგალაშვილთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას თემურ არბუზოვი, რომელსაც მაინც ქართული გენები აქვს და ეთყობა ამანაც ითამაშა, მაგრამ ზოგადად არბუზოვი დღესდღეობით ბოლო 2 წელია ტატოსთვის გადაულახავ ბარიერად რჩება, როგორც ვახსოვს შარშან
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც მოვიგო, ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც მოვიგო, თუმცა 2 წლით ადრე 2024 წელს დატომ დაამარცხა არბუზოვი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მაშინ გახდა დატომ მსოფლიო ჩემპიონი. ნუ წინ რა თქმა უნდა, უამრავი დიდი ტურნირებია, რაც ყველაზე მთავარია. ახალგაზრდული გუნდი ყავს, მოდის თაობა, რა თქმა უნდა, იგივე ბახბახაშვილი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია შავდათუაშვილის შემდეგ. შავდათუაშვილი უკვე ვეტერანია, მას ყველაფერი მოგებული აქვს, ისი მოგება შეიძლება, თუმცა დღემდე ბრწყინვალე ფორმაშია და ნებისმიერი ტიტულის მოგებაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ძიუდოში ასეთ წარმატებულ გამოსვლას და ვისურვოთ, რომ კიდევ არაერთი წარმატება მიგველოცოს მათთვის და ზოგადად გულშემატკივრისთვის, ქართული ძიუდოს, ქართული ჭიდაობის ყველა მოყვარულისთვის. კარგი, ბათუმშიც გადავინაცვლოთ. ბათუმი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. რა შედეგები გვაქვს? ნუ დამეთანხმები, რომ ლაშა ტალახაძე გვაკლია. და როდესაც ლაპარაკობ ასეთ თემებზე, აუცილებლად გინდა არ გინდა უკავშირებ განსაკუთრებით გამორჩეულ სპორტსმენებს, რომლის წილიც კონკრეტული ვთქვათ სპორტის სახეობის შეყვარებაში, მის პოპულარიზაციაში არის საკმაოდ დიდი ხოლმე. რა თქმა უნდა. ლაშა ტალახაძე გვაკლია არა მარტო ქართულ გულშემატკივარს, ესე ვთქვათ, ძალოსნობის არენაზე, არამედ აკლია ზოგადად სპორტს, ძალოსნობას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საამაყო იყო, რომ კონკურენტი არ ყავდა ლაშას, იგებდა უდიდესი უპირატესობით თანსა მძიმე ზონაში და იგებდა პრაქტიკულად, ნუ უმრავლეს შემთხვევაში მსოფლიო რეკორდით, ახალ მსოფლიო რეკორდით. ლაშა ტალახა ბოლომდე ჯერ კიდევ არის, ეხლა რომ საუბრობთ ხოლმე, იმედი რომ იქნებ კიდევ დაბრუნდეს, თუმცა ეს ალბათ უკვე გამორიცხულია რამე თუ პროფესიულ სპორტს, ცნობილი ფაქტია, რომ ყოველდღიური სპეციალური სპორტული რეჟიმი ჭირდება, იქ თქვათ არის უამრავი ნიუანსი, ერთი დღე გაცდენა, თქვათ იქ ავადმყოფობა იქნება, ტრავმა იქნება თუ რაღაც სხვა მიზეზი აგდებს სპორტული ფორმიდან, სპორტული კონდიციებიდან სპორტსმენს და შესაბამისად ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ დაბრუნდეს ისევ იმ ფორმაში, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის. ნუ ახლა თავისი გააკეთა ლაშა ტალახაძეს იმდენი აქვს ქართული სპორტისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის გაკეთებული ამ თავის ასპარეზზე, რომ უბრალოდ ჩვენ გვენატრება ის, რომ სადაც გამოდიოდა ტალახაძე, ათმაგი ყურადღება იყო, რომ ველოდით კიდევ ერთ გამარჯვებაზე და ჩემპიონობაზე აღარ იყო საუბარი მსოფლიო რეკორდს, თუმცა ამჯერად ტალახაძე აქტიურ სპორტ ჩამოშორებულია, პირობითად რა თქმა უნდა ის როგორც მოგესალმებათ არის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და ყველანაირ კოორდინაციას სწორედ ისახდენს ალბათ მისი გამოცდილება და ეს გავლილი გზა აქტიურ სპორტში ბუნებრივია უდიდეს დახმარებას გაუწევს ახალგაზრდა სპორტსმენებს. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, ეს არის ვაჟთა შორის რიგით 104 ევროპის ჩემპიონატი და ქალებს შორის 38-ით ტარდება ევროპირველობა. სანამ უშუალოდ შედეგებზე და ქართველების გამოსვლაზე ვისაუბროთ, მინდა შევახსენო მსმენელს, რომ გარდა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისა ეს ბათუმის ტურნირი ეს არის ასევე წლევანდელი საერთაშორისო ესე თანამეგობრობის თამაშების შესარჩევი ეტაპი და აქედან გამომდინარე ივლის-აგვისტოში გლაზგოში, შოტლანდიაში გაიმართება წლევანდელი თანამეგობრობის თამაშები და გამომდინარე აქედან ტრადიციულ ევროპულ გუნდებთან ერთად აქ გამოდიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც სანახევროდ აღიარებული არ არის, თქვათ, არის გარკვეული ქვეყნის, თქვათ, შემადგენლობაში იგივე კუნძული მენი და ნაკრები არის წარმოდგენილი აქედან იგივე თქვათ ლამანშის სრუტეში მდებარე კუნძული ჯერსი ერთი თუ ორი წარმომადგენელი ყავს მათ ასევე მონაწილეობს ბრიტანეთის ნაკრები და ცალკე მონაწილეობენ ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ანუ ბრიტანეთის სამეფოში შემავალი ქვეყნები. სწორედ ამ თანამეგობრობის თამაშებიდან გამომდინარე და ასევე მონაწილეობს ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდი, რომელიც რა თქმა უნდა ევროპულ პირველობის მონაწილეთა ოფიციალურ სიაში არ შედის. ნიშანდობლივია ასევე, რომ
ცალკე გუნდა და წარმოდგენილი კიდევ ერთხელ აღნიშნავ დიდი ბრიტანეთის ნაკრებს. ასე რომ საინტერესო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატის გარდა თანამეგობრობის თამაშების შესარჩევი. რაც შეეხება გუშინდელ დღეს ქალთა შორის 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები. მირანდა ჩუტკერაშვილმა იასპარეზა ჩვენი ნაკრების წევრმა ორჭიდის ჯამში 184 კილოგრამი და ევროპის ჩემპიონატზე მირანდამ გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, აქ 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების წევრი გამოსტილი არჩილ მალაყმაძე გავიდა ფიცარნაგზე. აკვრაში 183 კილოგრამი დააფიქსირა და მესამე ადგილი მცირე ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად. რაც შეეხება მეორე დისციპლინას, ანუ ატაც, აქ მეხუთე შედეგი იყო ორჭიდის ჯამში მალაყმაძე მეხუთე ადგილზე გავიდა 336 კილოგრამი. შეიძლება ითქვას, მაინც ნორმალური შედეგია. ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს 20 aprilს, როგორც ვიცით, მცირე ოქროს მედალი მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა. რამინ შამილიშვილმა და გიორგი ბერდელიძემ, გოდერძი ბერდელიძემ მიასპარეზეს, ბერდელიძემ ატაჩი 125 კილოგრამის ეს ოქროს მცირე მედალი მოიპოვა. აკვრაში კი ტრავმა მიიღო და ამიტომ გამოეთიშა ტურნირს. რაც შეეხება შამილიშვილს, მან ატაჩი გამოსვლა ბრინჯაოს მედლი დაასრულა, აკვრაში 152 კილოგრამი და ორჭიდის ჯამში მეოთხე ადგილი. ასე რომ მცირე ოქრო და მცირე ბრინჯაო გვაქვს, ახლა ველოდებით ორჭიდის ჯამში წარმატებას. დღეს მანუ ჩარგოგოხია და ზურაბ მსხალაძე იასპარეზებენ ვაჟთა ტურნირზე. 16 საათზე დაიწყება, ეს არის 88 კილოგრამი წონითი კატეგორია და დღესვე ოდნავ გვიან ქალთა ტურნირზე 77 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ და ჩვენი ნაკრების წევრი ნანა ხორავა 19 საათიდან დაიწყება გამოსვლა ქალთა აღნიშნულ წონით კატეგორიაში. ჯერ წინა, რა თქმა უნდა, ტურნირი და იმედია კიდევ უფრო მედლები იქნება ჩვენი ნაკრების, ჩვენი ძალოსნების. წარმატებები უსურვოთ ქართულ სპორტსმენებს. ტირანაში გადავინაცვლოთ ახლა ჩვენი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრები ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. აღმოჩნდა, რომ ოქროს გარეშე დარჩა, არა და 5 მედალი კი გვაქვს. ეს არის ესე იგი გუნდური ნახევარი ფაქტობრივად 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ამის შესახებაც 5 მედლით დაასრულა გამოსვლა ჩვენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, თუმცა როგორც აღნიშნე დავით, ოქროს მედლის გარეშე 5 მედალი, რა თქმა უნდა, ეს კარგი შედეგია, მაგრამ ოქროს გარეშე ფასი არ აქვს ჩვენთვის ჭიდაობის სახეობებს გულისხმობს, სადაც ყოველთვის წარმატებები არა და ერთნაბიჯში ვიყავით ოქროს მედალთან. 3 ფინალისტი, პატარა საქმე არ არის, თუმცა 3-ვე წააგო ფინალში. გუშინ დასვნის დღეს იური ლომაძე მოიპოვა 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი, ფინალი წააგო იურიმ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს აჭარის წარმომადგენლებმა 77 კილოგრამში დიეგო ჩხიგვაძემ და გელა ბოლკოძემ. ბოლკოძე 82 კილოგრამში გამოდის. აქვე შევახსენოთ მსმენელს, რომ წინა დღეს ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ლოლუა და რამაზოიძე. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, გაგვისწრო აზერბაიჯანმა და თურქეთმა. სწორედ აზერბაიჯანი გავიდა პირველ ადგილზე გუნდურში და თურქეთი მეორეზე. თურქეთის წანგარისი 121 ქულა, ჩვენ 118 ქულა დავაგროვეთ. ანუ ერთი ოქროს მედალი მაინც რომ მოგვეგო, მეორე ადგილზე გავიდოდით. აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი ნაკრები ყავს უკვე ტრადიციულად. ამ ჭიდაობის სამსახეობაში, ზოგადად ჭიდაობას დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც ხედავთ აზერბაიჯანში და თითქმის ყველა ძიუდოზე ვისაუბრეთ და აქაც ხვალიდან უკვე იქვე ტირანაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება 24-დან და აქაც ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით იქნება და რა თქმა უნდა ტრადიციულად ამ სახეობაში ჭიდაობისა ჩვენი ნაკრები, ჩვენი გუნდი ფავორიტთა შორის იქნება და იმედია ოქროს მედალს ტირანიდან აუცილებლად წამოვიღებთ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იმედია შეძლებენ ამას. მოკლედ კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ გუნდის ნახევარი მართალია გახდა მედალოსანი, 5 მედალი გვაქვს, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო და 10 წონიდან 5 მედალი. ხო, 2 ესე იგი ბრინჯაო, 3 ვერცხლი და რაღაცა ოქროც უნდა წავაშველოთ ამ საქმეს. იმედი დავიტოვოთ მოკლედ და საუბრის ბოლოს გემრიელ ლუკმა შემოვინახე ხვიჩა კვარაცხელიას
დუბლი ნანტთან. ფრანგულმა მედიამ ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა კვარაცხელიაზე, ვინ თქვა რომ მას ლიგა 1 არ აინტერესებსო, დუბლის გარდა უნაკლო მენტალიტეტიც კი აჩვენაო. აქვე ვიცით ერთი გახმოურებული ისტორია ბუცთან დაკავშირებით, რომელიც მისი ავტოგრაფით არის და დაიკარგა, მოპარეს ერთ სპორტსმენს და მოდი ამაზეც მოგვიყევი. ხო, ჯერ მოდი ესე იგი თვითონ ხვიჩას გუშინდელი მატჩი, საოცარი მატჩი ნამდვილად დუბლი ხვიჩა იყო მშვენება მართლაც გუშინდელი მატჩი, განსაკუთრებით ასანიშნავია მისი მეორე გოლი, 7 მეტოქით გარშემოტყმული პლუს მეკარე და საოცარი გოლი. პირველი ბურთი ნანტის კარში ხვიჩამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, ეს იყო მისი პირველად შესრულებული 11 მეტრიანი პარი სენ-ჟერმენის მაისურით, ზუსტი გამოდგა სწორედ ხვიჩამ გახსნა ანგარიში. შემდეგ მესამე გოლი და საოცარი გოლი. და ბუნებრივია მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა 9 შეფასება უმაღლესი ქულა და დამსახურებულად კვარაცხელია მატჩი საუკეთესო ფეხბურთელია. ახლა ხვიჩას და მის თანაგუნდელებს კიდევ ერთი მატჩი ელიტ ლიგა 1-ში ანჟერთან გასვლითი შეხვედრა 25 აპრილს და ამის შემდეგ უკვე ეს იქნება სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი PSG-ისთვის, ჯერჯერობით თორე სავარაუდოდ კიდე წინ იქნება სეზონის მატჩები მიუნხენის ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა. PSG ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ახლაც ერთ-ერთ ნომერ პირველ ფავორიტად მიიჩნევა, პრაქტიკულად ძალიან ბევრი მიმოხილველი წერს და გულშემატკივარი შეთანხმება ბუნებრივია. თუ პარი სენ-ჟერმენმა გაიარა მიუნხენის ბაიერნის ბარიერი, გავიდა ფინალში, არსენალი ატლეტიკო მადრიდის წყვილში გამარჯვებულ შეხვდება და ორივე ამ გუნდს აღემატება PSG, თუმცა ფინალი იქნება და ჯერ ფინალამდე უნდა მივიდეს. მოკლედ ხვიჩა საუკეთესო ფორმაშია, ბრწყინვალე ფორმაშია, უნდა ითქვას ქართველი ფეხბურთელი, რაც ბუნებრივია გვახარებს ჩვენ და რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებთ ხვიჩას. ინციდენტი მცირე, ცოტა ესეთი ლირიული გადახვევასავით გააკეთე შენ ისლამ მახაჩევს და აღესნელ ცნობილ მსოფლიო ჩემპიონს ბრძოლა წესების გარეშე ვარსკვლავს ამ სპორტის ამ ძალისმიერ სახეობაში. იტალიაში იმყოფება ეს სპორტსმენი და როგორც სპორტული ჩანთამოპარეს და თვითონ განაცხადა რომ არაფერი არ მაინტერესებს, ოღონდ ბუცებით ამებურნეთ, რომელზეც ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფი აქვს, თუ ვინმე ფეხბურთში კარგად ერკვევაო, ეცოდინება რას ნიშნავს ესო და აი ეს ესეთი ხაზგასმა კიდევ ერთხელ იმისა თუ რადონის სპორტსმენია, მარტო ფეხბურთელია და ხვიჩა კვარაცხელია, რომ მისი ნებისმიერი საჩუქარი არის ერთგვარ რელიგვიასავე. რა აქვს მოსასწრები ხვიჩას? 25 წლის სპორტსმენია, ის თავისი კარიერის ზენიტშია, 25 წელი შეიძლება ბევრისთვის არაფერია, მაგრამ სპორტში ეს და მით უმეტეს ფეხბურთში არის უკვე შეიძლება ითქვას ესეთი ასაკი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს უკვე მიღწევებს გარკვეულ თუ რამე გააჩნია სპორტსმენს. ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს და ფიზიკური მდგომარეობა რამდენად მნიშვნელოვანია იგივე ასაკობრივ ჭრილში სპორტსმენის დამატებითი წინსვლისთვის? მართებული შეკითხვა ფიზიკური და ეს ტრავმების აცილება, ეს არის მთავარი, თორე ხვიჩა რომ მენტალიტეტიც აჩვენა უნაკლოა, აი ეს შეფასება მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელიც მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის. ამაზე ხალხი მადლობა ეკუთვნოდა იმ სამედიცინო შტაბს, იმ ფიზიოთერაპევტი იქნება თუ ექიმი, რომელიც ხვიჩა ჯანმრთელობაზე და თქვათ მის სპორტულ ფორმაზეა პასუხისმგებელი. ფაქტია რომ ხვიჩა უკვე რამდენი სეზონია ფაქტობრივად ვამბობთ რომ პიკშია, შაშანაც იგივე შეიძლება გვეთქვა, შაშანაცინაც ეხა საოცარ ფორმაშია. ერთადერთი ხელის შემშლელია შეიძლება იყოს, ეს არის რა თქმა უნდა ტრავმა, მერთმა დაგვიფაროს ხვიჩას საქართველოს ნაკრებია და თავად ფეხბურთელი, თუმცა ტრავმისგან დაზღვეული არ არის, აგერ გუშინ ურთულესი ტრავმა მიიღო ბარსელონას შეტევის ლიდერმა 18 წლის ტალანტმა
იამალმა, რომელიცაც სეზონი უკვე დასრულდა, ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადა ჰანსი ფლიკმა, ბარსას მთავარმარცხებელმა. და შესაბამისად იამალს გულშემატკივარი ვერ იხილავს ლევალდე მსოფლიო ჩემპიონატზე. ყოველ შემთხვევაში ძერ ბოლომდე სამედიცინო გამოკვლევები არ არის დასრულებული, თუმცა როგორც იუწყებიან მუხქვეშა ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი და ამას თვეები სჭირდება. არ და უწყინარ სიტუაციაში პენალტი შეასრულა, გაიტანა და იქვე ითხოვა შეცვლა და აიყვანეს ესეთი. ეს არის ამ ფეხბურთელს ასე ვთქვათ მიდრეკილება აქვს ტრავმისადმი ამ კონკრეტულ სხეულის ამ ნაწილში ანუ ბარძაყის კუნთის ტრავმა ადრეც ჰქონდა და გაუწდა კიდევაც. ანუ ეს არის პირველ რიგში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ნებისმიერი სპორტსმენისთვის, ნებისმიერ სახეობაში სპორტისა, თორე სხვა რა მხვიჩა რომ თავმდაბალი პიროვნებაა, ანუ უფრო მისთვის ფეხბურთის თამაში, სპორტი და ვარჯიში და ეს დისციპლინა არის უპირველესი, არ აქვს მას ის რომ უკვე თქვათ ამაზე მეც რაღაც უნდა მივახციო, თქვათ იქ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მსოფლიოს მასშტაბით და თქვათ იქ უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ხო, მაგრამ არ არის ეს. ვინ თქვაო რომ ლიგა 1 არ აინტერესებსო? არა, კი, თავდაუზოგავი შრომა მისი ასე ვთქვათ მთავარი დამახასიათებელი ფაქტორი, დადებითი ფაქტორი ბუნებრივია და წყურვილი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი იშრომოს, მეტი მიიღოს, რასაც იმსახურებს ბუნებრივია. რაც გამოვარჩევს კიდევაც ხვიჩა კვარაცხელიას არა მარტო ქართველი ფეხბურთელებიდან ზოგადად საერთოდ სოფლიოს მასშტაბით თორე ჩვენ ყავდა ძალიან ბევრი ტალანტი რომლებმაც ადრეულ ასაკშივე გაფლანგეს ეს ღვთის ნაბოძები ნიჭი და 23 24 25 წელს ასაკ ზოგს ტრავმამ შეუშალა ხელი ზოგს თქვათ სიზარმაცემ ზოგი თქვათ მცირედი დაკმაყოფილდა და მეტი ზრდა აღარ ისურვა თქვათ ან სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები იყო. საბედნიეროდ ხვიჩა არის. ეხა მეორე ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს დავით პარი სენ-ჟერმენმა ვთქვათ, ხო? ხვიჩა უდაოდ იქნება, რა თქმა უნდა, შემოქმედი ერთ-ერთი ამ მთავარი წარმატებისა პარიზული კლუბისა და ერთ-ერთი ფავორიტი შეიძლება ითქვას ოქროს ბურთზე, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატია წელს და ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას უდიდესი მნიშვნელობა იქნება შემდეგ როდესაც ახალ მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელის ლაურეატებს დაასახელებენ, თუმცა ხვიჩას აქვს შანსი რომ ესეთი მიღწევებით ხო, უკვე მიდის საუბარი იმაზე რომ დიდი ქართველი ფეხბურთელები ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი, ხვიჩა კვარაცხელია. აი უკვე ბევრი საუბრობს რომ უდიდესი ფეხბურთელი ყვავს და მისი თანა მის თამაშს ვუყურებთ და ვთქვებით, მე მახსოვს პატარა ვიყავი დავით ყიფიანის თამაშით, ბედნიერი უფროსი თაობა და მეც რა თქმა უნდა მისი და აი ესეთი სიხარულიასაც ფეხბურთი ანიჭებს გულშემატკივარს ყიფიანის შემდეგ შეიძლება ჩემი სუბიექტური მოსაზრება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიაზე შეიძლება იგივე ითქვას. და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც სპორტსმენი ამით ცხოვრობს. და თავად იღებს სიამოვნებას პროცესით, ამის ყურება კიდევ ერთი სიამოვნებაა თავად მაყურებლისთვისაც და გულშემატკივრისთვისაც. მე არ ვიცი რამდენად ვასიამოვნეთ ჩვენი მსმენელი ამ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მოგვიწია შევხებოდით ყველა მნიშვნელოვან სპორტულ სიახლეს, ამ ფორმატში ტრადიციულად ერთმანეთს შევხვდებით უკვე ხვალ და მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად, მადლობა გახართ.